უცხერდით რამ სოფლების ესეთ მდგომარეობას, რომელიც იყო მიტოვებული და გაწტოკაცებული. ფიქრობდი, რომ ევროპულ დონეზე ოდესღაც უნდა გადასულიყო ეს ისა. მაგრამ იდეას ვერ ვახორციელებდით, იმიტომ რომ არ იყო სტარტაპი, ანუ არ იყო კაპიტალი გლეხებში. თვითონ იმ ხალხთან მისთანაც საუბრები გქონდა, რომ ეს რაღაცით დაგვეწყო. და 2010 წელს გაჩნდა გრანტი, რომელზედაც შევიტანეთ საგრანტო წინადადება, რომელიც მოიწონა კომისიამ დააფინანსა და 70-30% თანაფარდობით შევქმნით ეს კოოპერატივი. დავაფუძნეთ, ავაშენეთ ეს სამაცილე შენობა და დავიწყეთ გლეხებში სააგიტაციო მუშაობა. და უხსნით მათ, რომ უკეთესი იქნებოდა კოოპერატივთან ურთიერთობა, რამე თუ გამختარიყონ ისინი წევრები. გლეხებს აძლევდა ძალიან ბევრი რამე. ჯერ ერთი ისა, რომ ბაზარზე რაც უფრო მეტია პროდუქტი ერთად, მით უფრო უკეთესად იყიდება. 100 კილოგრამი მწვანილისთვის არავინ არ მიდის. გლეხთან ამ თუ მიდის საკმაოდ დაბალ თაოსებს. თუმცა ძალიან გაგვიჭირდა. იმიტომ რომ არ ვიცი ეს კომუნისტური წყობისგან გამომდინარე თუ რა იყო, აი კოლექტივმა იმდენად შეაძულა ხალხს ერთობა, რომ ძალიან გაგვიჭირდა. ვინც ჩათვალა, რომ ღირდა 50 ლარის ფაი შემოტანა. იმიტომ რომ ზოგს ეგონა, რომ ეს 50 ლარი ჩვენ სასარგებლოდ გვინდოდა. არადა წესდებით მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ გაიტანონ ეს ფული. დაწერონ გაცხადება გავიდეთ და გაიტანენ როგორც ამ 50 ლარს, ისევე იმ პერიოდში დარიცხულ დივიდენდს. სამაგიეროდ მათი პრივილეგია ის არის, რომ მათ შეუძლიათ თვითონ ყოველდღიურად კრიფონ მწვანილი თავის ძალებით და მოიტანონ და ანუ დამხმარე ქალების ხარჯი გადაარჩინონ. ჩვენ ვღებულობთ ნებისმიერ რაოდენობის მწვანილს. და ადრე იყო ესე, რომ მათ ვთქვათ, დღეს უნდა მიეტანათ 200 კილო მწვანილი ვიღაც დამამზადებლებისთვის, რომელიღაც ფირმისთვის. 200 კილო მწვანის დამზადებას სჭირდება დაახლოებით 8 ქალი. 8 ქალი ჯდება 160 ლარი. ეს 160 ლარი ენახება, იმიტომ რომ მას შეუძლია უკვე 5 დღის განმავლობაში კრიფოს ეს დავიცვანენ და ნელა მოიტანოს. სანამ კოოპერატივის წევრი გავხდებოდით, მანამდე ვიღაც ჩამოვიდა კლიენტი, უნდა გეგვეტნია იმისთვის, შეიძლება და ჩამოსულიყო თვეში ერთხელ გამევლო, შეიძლება 2 თვეში ერთხელ გამევლო და იგი ყველა ერთად იყო გასამზადებელი. ამ დროს მუშახელიც გვიჭირდა, რომ გეგვემზადებია. ხო, ყველას ქალები უნდა და ხელი უნდა მისი. და მის მერე რაც კი კოოპერატივი დაარსდა ჩვენ სოფელში, ყოველდღე შეგვიძლია ჩვენი მოწეული პროდუქცია დავამზადოთ და ყოველდღე მივიტანოთ ანაზღაურებაც კარგი გვაქვს. ხარჯები არა გვაქვს არაფერი, გვიწევდა სხვა სოფლებში ჩატანა, სხვა რაიონებშიც უნდა შეგვეტანო, რომ ვიღაცას რეალიზაცია გაეკეთებია ჩვენი პროდუქტისთვის. ხან თანხაც გვეკარგებოდა, ზოგს უცხოს ვატნევდით. იმიტომ რომ აუცილებელი იყო, ხო, ეგ 10 დღეში, 15 დღეში თუ არ გადაპუტე და თუ არ გაასაქმე, მერე ფუჭდებოდა. მაცივარი, რა თქმა უნდა, ვინახავთ იქან, იმიტომ რომ ყოველდღე ხო არ არის გატანა, ყოველდღე შეგვიძლია ჩვენ მივიტანოთ, ჩავაბაროთ იქ მაცივარში და ინახავენ იმას. გარკვეული დროით და მერე საღდება. ფული რაში დავზოგეთ და არ გვეხარჯება იმდენი, რომ ქალები რო დევიქირავოთ, ხო, იმას თავისი ანაზღაურება უნდა. მე შემიძლია ჩემს სათბურში ყოველდღე ვიმუშაო, ყოველდღე მივიტანო, აგერ ახლოა, გზის ხარჯები არ გვჭირდება და არაფერი. თამილა, შენთან რამდენი მევიდა? ცერეთსო მოსავალი. მე ბრიგადის წევრები ვართ, აგერ ყველა სათბურები გვაქვს. ჩვენ და ერთმანეთს ვეხმარებით. დღეს ჩემსაც რო გადავპუტავთ, ხვალე მეორის, მესამის ასე და დანაზოგია, რა თქმა უნდა, დიდი ხარჯთანაა ისედაც დაკავშირებული ამისი მოვლა. ამ სამაცივრო მეურნეობით, ესე იგი ჩვენ ვახორციელებთ რეალიზაციას ჩვენი მეპაიების და არა მარტო მეპაიების პროდუქტისა ერთობლივად. ნოემბრის თვეში ხშირია შემთხვევები, რომ მოთხოვნა მწვანეზე არ არის და მწვანის გაჩერება სათბურში არ შეიძლება, ის უნდა გადაიკრიფოს. ამიტომ ძალიან ბევრ შემთხვევაში ნებისმიერ გლეხს რომ კითხოს, მათ გქონიათ 500-300 ლარის ხარჯი და მწვანე გადაუღრიათ. ბაზარზე არ იყიდება, იმიტომ რომ ჭარბად არის, ფასი არ აქვს და ამდენად ხრის. ჩვენ მათ დავაზობ და ვაკეთებ, წელს უკვე დავიწყეთ ეს ისა, რომ მათ კრეფენ ამ მწვანელს შემოაქვთ ჩვენს იმაში, ვინახავთ და როგორც კი დაიწყება მოთხოვნა მწვანელზე, ვყიდით და რა ფაშიც იყიდება, კოოპერატივის ხარჯის გამოკლებით, ხარჯი შედის შეფუთვა მისი ყინული ელექტროენერგიის ხარჯი, ჩამწყობების ხელფასი და პლუს 10%, 10 ტეტრი კოოპერატივის მოგება, რამე თუ მან თავის ანგარიშები გაასწოროს. მოგებაში რა თქმა უნდა, მას უნდა გადაეხარა. და ის 2 ლარს აიღებს თუ ლარ ნახევარს იმ კილო მწვანელში, უკვე მისთვის ეს მოგება ნაჩუქარებული. თავიდან რომ დავიწყეთ, ვიყავით 6 კაცი დამფუძნებელი. შემდეგ ნელა დაიწყო მეპაების მოზიდვა და 2012 წლის ბოლომდე ვიყავით 19 კაცი, ანუ 13 კაცი შემოგვიერთა.
როგორც მეპაიე. ეხლა დღესაც ვართ 26. Well, people in need decided to support cooperatives in Georgia because it's a recognition that the farmers need to group together in order to be more effective and more reach economies of scale. They need to recognize that working individually on individual land plots and individually purchasing their materials is not as effective as working together. In our team's experience, we've recognized that there's two major obstacles. One is the lack of trust among farmers, and the second is the shadow, the ghost of the sovkhoz and kolkhozes. And this is very much a barrier to creating cooperatives here. And so for our team, it's very much a part of our methodology to mobilize the farmers and to make them understand that it's in their benefit and it's not a matter of giving up any part of their land, any part of their own resources, in the sense that it's democratic, it's voluntary. They can choose to come and leave whenever they like. So it's quite different in that regard. ჩვენ არა მარტო გლეხებს დავაზობდით შემოსვლას კოოპერატივში წევრებად მათი სურვილის მიხედვით, არამედ ჩვენ მუშაობას იმას ვატარებთ, რომ სხვა კოოპერატივები, სხვა გაერთიანებები შექმნილებო. რამე თუ რაც მეტი იქნება ესეთი კოოპერატივები, მერე მოხდება კოოპერატივების გაერთიანების შექმნა, თუ უფრო ძლიერები ვიქნებით. მარტო კაცი ამას ცოდაო ქართველებსაც. რა თქვა, ამდენად ჩვენ ცოდვა ვარ ჯერჯერობით, როცა მარტო ვართ.